ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ გულმოწყალება და უდრტვინველობა. ამ თემას ეხება სულთმოფენობიდან 22 შვიდეულის საკვირაო წირვის სახარება. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით სულთმოფენობიდან 23 შვიდეულში, გარკვეული მიზეზების გამო არ მოხერხდა წინა კვირაში ამ სახარების ჩაწერა 22 სულთმოფენობიდან შვიდეულისა და ამიტომ ეხლა დაგვიანებით წერთ ამ გთავაზობთ ამ განმარტებას და ეს ამ კვირის წირვის სახარება, ეს არის ლუკას სახარება, მე-16 თავის, მე-19-დან 21 მუხლის ჩათვლით. უკაცრავად მე-19-დან 21 მუხლის ჩათვლით. დავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი დღე ბრწყინვალედ. გლახა კი ვინმე იყო სახელით ლაზარე დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქვეძურებოდა და გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან გარდა მოცვივნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყულსა მას მისსა და იყო სიკვდილი გლახაკისა მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიახთა აბრაამისთან, მოკვდა მდიდარიცა იგი და დაეფლა და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თვალნი თვისნი იყო რა იგი ტანჯვასა შინა და იხილა აბრაამი შორით და ლაზარე წიახთა მისთა და მან ხმა ჰყო და თქვა მამაო აბრაამ შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე რაითა დააწოს მწვერვალი თითისა მისისა წყალსა და განმიგრილოს ენა ჩემი რამე თუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისათა. ხოლო აბრაამ თქვა მას შვილო მოიხსენე რამე თუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენს და ლაზარე ეგრეთვე მსგავსად ბოროტი და აწ ესე რა აქა ესე ნუ გეშინის ცემულარს ხოლო შენი ტანჯები და ამას ყოველსა თანა შორის ჩვენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს რაითა რომელთა უნდეს წიაღსვლად ამიერ თქვენ და ვერ ხელეწიფოს არცა მაგიერ ჩვენ და წიაღმოსვლად. ხოლო მან რქუა გლოცავ შენ მამაო მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისას რამე თუ მისხენ ხუთნი ძმანი რათა აუწყოს მათ და არა მოვიდნენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. რქუა მას აბრაჰამ ხონან მოსე და წინასწარმეტყველნი მათი ისმინონ. ხოლო მან თქვა არა მამაო აბრაამ არამედ უკვე თუ ვინმე მკვდრეთით აღდგეს და მივიდეს მათ შეინანო. რქუა მას აბრაჰამ უკვე თუ მოსესი და წინასწარმეტყველთა არა ისმინონ არც აღა მკვდრეთით თუ ვინმე აღდგეს რწმენეს მათ. წაკითხული ტექსტიდან უპირველეს ყოვლისა ჩვენ ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აღწერილია ადამიანის ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ. ანუ ისევე როგორც ღატაკი, ლაზარე, ასევე მდიდარიც გარდაცვალების შემდეგ აგრძელებენ სიცოცხლეს. ისინი ხედავენ, ისინი აზროვნებენ და რაც თავარია მათ აქვს განცდა. ლაზარე აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, ანუ იქ სადაც არ იყო ტანჯვა და იყო შვება, ხოლო მდიდარი კაცი
აღმოჩნდა ჯოჯოხეთში, სადაც იყო ძიმე გაუსაძლისი ტანჯვა. და აი ამ მდგომარეობაში აღმოჩენილი მდიდარი კაცი ევედრება მამათ მთავარ აბრაამს, რომ მან ლაზარე გამოუშვას, ესე იგი, მდიდარ კაცთან, გამოგზავნოს და ლაზარემ, ესე იგი, წყალს თითით შეეხოს და მერე ენაზე დამადოს, რომ გავგრილდე, რადგანაც ეს ცეცხლის მხურვალება იყო ძალიან დიდი და ძალიან, ასე ვთქვათ, მძიმე ასატანი და აი ამას ითხოვს. ამაზე აბრაამი პასუხობს, რომ ეს შეუძლებელია, დანახეთქი, ანუ ნაპრალი დიდია, ამის გადალახვა ვერც აქედან სამოთხიდან ჯოჯოხეთში, ვერც ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ვერან ვერ გადმოვა. მაშინ მდიდარი ეუბნება, რომ იქნებო მაშინ გააგზავნო ლაზარეო, მკვეთრით აღადგინო და გააგზავნო ლაზარეო და ჩემ ნათესავებს უთხრათო, 5 ძმა მყავსო კიდევ. და ჩემ ძმებს უთხრასო, რომ აი არსებობს სასჯელი და რომ მათ შეინანონ და ასე თქვა სწორი ცხოვრებით გააგრძელონ ცხოვრება და არ მოხდნენ იქ, სადაც მოხდა ეს მდიდარი კაცი. ამის შესახებ მამათთავარი აბრაამი ეუბნება, რომ მოსე და წინასწარმეტყველი მათ ჰყავთო. და ეს კაცი ამბობს, რომ თუ ვინმე მკვეთრით არ აღდგაო და არ მევიდა მათთანო, ისევ წინამდელ შემთხვევაში ვერ დაიჯერებენ. ამაზე კი აბრაამი პასუხობს, რომ თუ მოსე და წინასწარმეტყველი არ დაიჯერეს, მაშინ მკვეთრითაც რომ აღდგენილი მათთან ვინმე მივიდეს, არც ვისას არ დაიჯერებენ. ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, პირველი რაც შეიძლება ითქვას ამ მოთხრობიდან ჩანს, რომ ადამიანის სული უკვდავია. სული აგრძელებს არსებობას. მაგრამ არსებობას აგრძელებს ან ასე ვთქვათ, იქ სადაც არ არის ტანჯვა და სადაც არის ნეტარება, ანუ სამოთხეში, ან აგრძელებს იქ სადაც ტანჯვა, ანუ ჯოჯოხეთში. და აი აქ უკვე იბადება კითხვა, რატომ ხდება ლაზარე სამოთხეში და რატომ ხდება მდიდარი ჯოჯოხეთში. ამ მდიდრის შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი, რომ მან რამე ასეთი დანაშაული ჩაიდინა. რამე 10 მსნებიდან რაიმე დაარღვია. მაგრამ თვითონ იმ მოთხრობიდან, რომელიც არის ამ სახარებაში, ერთი რამ აშკარად ჩანს, რომ მის კარიბჭესთან სხვა გლახაკებთან ერთად მოწყალებას ელოდა გლახაკი ლაზარე, რომელიც მძიმეცნეული იყო და ჩანს, რომ არასოდეს არ მიუქცევია ყურადღება ამ მდიდარს, ამ ლაზარესათვის. და შესაბამისად გვეუბნება ჩვენ ეს სახარება, რომ მარტო ის კი არ არის დანაშაული, რომ 10 მსნებიდან ერთ-ერთი დაარღვიო, არამედ თუ შენ შეგიძლია რომ გაჯერებულს დაეხმარო და შენ გულგრილი რჩები, ესეც დანაშაულია და საკმაოდ დიდი დანაშაულია. ამიტომ თავისთავად გულგრილობა, გულქვაობა არის დიდი ცოდვა, ხოლო გულმოწყალება არის დიდი სათნოება. და აი მდიდარის დანაშაული ის იყო, რომ ის ვერ ხედავდა მის გარშემო გაჭირებულ ადამიანებს. არ ქონდა თანაგზნობა. ანუ ფაქტიურად აი ამ სიმდიდრის სიყვარულმა, აი ამ ფუფუნების სიყვარულმა, ესეთი როგორც ჭაობში ისე იყო ჩაძირული და უკვე აღქმის უნარი დაკარგული ჰქონდა. ანუ მას აღარ ჰქონდა სინდისის ქენჯნა
და სინდისის ხმა აღარ კარნახობდა, რომ აი არიან ასეთი გაჭირებული ადამიანები, მაშინ როდესაც მას ყველანაირი პირობები ჰქონდა და შეეძლო ამ გაჭირებულების მეტად დახმარება და საერთოდაც არაფერში არ მონაწილეობდა, ჩანს რომ ესე იგი მისთვის ეს სამყარო არ არსებობდა და აი ეს გულმოწყალება არის უდიდესი სათნოება. რადგანაც მაცხოვარი ბრძანებს, რომ მეორედ მოსვლისას, როდესაც გაიმართება საშინელი სამსჯავრო, მთავარი შეკითხვები იქნება მოწყალების საქმე გააკეთა თუ არა ადამიანმა და რატომ? იმიტომ რომ მოწყალება ეს არის ნაყოფი გულისა, რომელიც არ არის გაქვავებული, რომელიც არის თანაგზნობით გამსჭვალული მოყვასის მიმართ, რომელიც არის თავდაბალი, რადგანაც მხოლოდ თავდაბალ ადამიანს შეუძლია გაუგოს სხვა გაჭირებულს. და აი ეს სწორედ ეს აკლდა ამ მდიდარ კაცს და ამიტომ მისი გულქვაობა, გულგრილება ჩაითვალა და ითვლება უდიდეს ცოდვად. მაგრამ კითხვა ისმის რა ისევე როგორც ვთქვათ, თუ დიდარს არ ქონდა რაღაც ისეთი განსაკუთრებული დანაშაული, მაგრამ აი ეს მოწყალების არ ქონა სიყვარულის, მოყვასისადმი სიყვარულის არ ქონა იყო მისი დანაშაული. აი ესევე რაღაც განსაკუთრებული სათნოებები, განსაკუთრებული ნაყოფი რაიმე თავის ის ქრისტიანული, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ქრისტიანობა, ანუ იუდეველთა შორის რაღაც რო გამორჩეული ყოფილიყო ეს ლაზარე არაფრით. იმდენად უსუსური იყო, რომ ესე იგი ძაღლების მოცილებაც არ შეეძლო, რომელიც მოვდიოდნენ და ესე იგი სრულად სნეული იყო ეს ადამიანი, წყლულებით იყო დაფარული მისი სხეული და ეს ძაღლები მის წყლულებს ლოშნიდნენ. და ესე იგი აი ამის მოგერიების თავიც არ ქონდა ისეთი უსუსური და ისეთი საწყალ. ბუნებრივია მას რა უნდა გაეკეთებინა ისეთი განსაკუთრებული ვერაფერს ვერ აკეთებდა, მაგრამ აი აღმოჩნდა, რომ ასეთ ვითარებაში გაცილებით უფრო დიდია ადამიანის ღვთის წინაშე დამსახურება, თუ იგი თავის ჯვარს უდრტვინველად ატარებს. აი ეს უდრტვინველობა ეს არის ღვთის განგებულების მიღება სრული შეორგულების გარეშე, ეჭვის გარეშე, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ასეთია მისი ჯვარი და მან ეს ჯვარი უნდა იტვირთოს, მან ეს ჯვარი უნდა ატაროს და შესაბამისად არის რწმენა იმისა, რომ ადამიანის სული აი ამ თავისი ჯვრის ტარების შედეგად სული კიდევ უფრო გამდიდრდება, კიდევ უფრო ამაღლდება და რაც თავარია, აი გახდება ღირსი სასუფეველისა. აი სწორედ ეს უდრტვინელობა არის ლაზარეს სათნოება და უნდა ითქვას, რომ უდრტვინველობა ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, რადგანაც ეს ნიშნავს ღვთის განგებულებისადმი სრულნდობას, ეს ნიშნავს არა მარტო დათმენას, არამედ მადლიერებით მიღებას განსაცდელისა, რადგანაც განსაცდელი თუ მას ჩვენ უდრტვინველად მოთმინებით, დავითმენთ, მადლიერებით მივიღებთ, ის ჩვენ სულს განსწვენს და აახლოებს ღმერთთან და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი, როგორც სასულიერო, ისე საეროპინი, საჭიროებთ დიდ სულიერ ფერისცვალებას, დიდ სულიერ განთავისუფლებას ჩვენში არსებული ცოდვებითა და ცოდვილი მიდრეკილებების გამო ვართ ასეთი დამძიმებული და აი ყოველი მწუხარება, ყოველი ასეთი თითქოს და ასეთი
მძიმე მდგომარეობა სულიერი თუ ფიზიკური და ეს არის საშუალება მწარე-წამალი სულიერი კურნებისა და თუ ამას ადამიანი ასე ღებულობს მაშინ იგი არის უდრტვინველი, არის მადლიერი და მოხარულია რომ ამ განსასწრების დათმენით მას წოდები მიეტევება. აი ესეთია თავარი არსი ამ უდრტვინველობისა და შესაბამისად არის ძალიან დიდი სათნოება, იმიტომ რომ ადამიანთა ცხოვრება თვით სრულიად უზრუნველყოფილი ადამიანის ცხოვრებაც კი აღსავსეა ძალიან მრავალი განსასწრებით და ყველას გვჭირდება აი ეს უდრტვინველობის ლახაკი ლაზარეს უდრტვინველობისადმი მიბაძვა. დღეს და ყოველთვის კაცობრიობის ისტორიაში მრავალი მიზეზია ადამიანის ღელვარებისა, ესეთი წონასწორობის დაკარგვისა, გაღიზიანებისა, განკითხვისა და ბოლოს სიძულვილისა ბევრია მიზეზი და აი სწორედ ეს ძირითადად ეს სურვილები მოდის იმიტომ რომ ჩვენი ჯვარი მძიმდება, ჩვენ ჯვრის დამძიმებას ვხედავთ და შესაბამისად ჩვენს განვიცდით წუთი სოფლის სიმძიმე ყოველ ჩვენთაგანზე მოქმედებს და შესაბამისად ჩვენ ყველანი ნაკლებად განვიცდით აი ამ ტვირთის ქვეშ ხშირად ეს დაღლას და განვიცდით ესე ვთქვათ აი მოთმინების უნარის დაკარგვას და აი სწორედ ეს მიღება ჯვრისა მიღება უდრტვინველი მიღება ეს არის აი ფაქტიურად ეს აღსარებლობა მოწამეობა უსისხლო მოწამეობაა და ეს არის ძალიან დიდი სათნოება და მთელი კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერ ჟამს განსაკუთრებით ჩვენ დროში უამრავი რამ შეიძლება აწუხებდეს ადამიანს უამრავი წვრილმანი შეიძლება ძალიან აფრკოლებდეს მის საქმიანობას და აი სწორედ დღეს ჩვენ რამდენადაც ჯერ კიდევ ჩვენი ერი ვერ დაუბრუნდა და ეკლესიის წიაღს ერთ-ერთი უპირველესი ჩვენი უძლურება ეს არის ყოველი ფეხის ნაბიჯზე რაღაცა სიამოვნების გამო შინაგანი მღელვარება და დარწვინება ეს იგივე წუწუნია იგივე რაღაცა დაჩივლება სამდურავია ბედის გამო რომ აი მე რაღაცა ისეთი ჯვარი დამედო ჩემ ძალებს აღემატება და სინამდვილეში უფალი რა განსაცდელსაც გვაძლევს იმის ტარების უფლებო ძალასაც გვაძლევს და ამიტომ არ არის სწორი ეს არის ფაქტიურად უფლისადმი უნდობლობის გამოხატულება უფლისადმი რაღაც გარკვეული უპატივცემულობის გამოვლინება აი ამიტომ ეს ორი სათნოება გულმოწყალება და უდრტვინველობა ძალიან გვჭირდება შეიძლება ადამიანი სრულიად ესე ვთქვათ უძლური იყოს არაფრის შექმნა არ შეეძლოს მაგრამ თუ იგი დაითმენს აი ამ გაჭირვებას იგი დადგება ძალიან მაღლა მრავალი სათნოების მქონე ადამიანებზე შეიძლება მაღლაც კი დადგეს თავისი უდრტვინობით ამიტომ არ არსებობს მდგომარეობა ადამიანთა საზოგადოებაში როდესაც ადამიანის რაღაცა მძიმე ჯვარი ნიშნავს მის ვთქვათ რაღაც დაჩაგვრას არა მძიმე ჯვარი ეს არის უფლის მიერ დაშვებული განსაცდელი რომელიც მიზნად ისახავს ისევ და ისევ პიროვნების სულიერ თუ ერის სულიერ წრთობას გაძლიერებას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ჩვენ ვიყოთ უდრტვინველი და ამავე დროს უნდა ვიყოთ გულმოწყალე ესე იგი ყოველთვის უნდა ვეცადოთ ჩვენი თავი დავაყენოთ იმ ადამიანის ადგილზე ვისაც უჭირს და მით უმეტეს თუ ითხოვს ამ დახმარებას აი ეს არის მთავარი აზრი ჩვენი დღევანდელი სახარებისა და
შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ჩვენსა გულმოწყალება და უდრტვინელობა სადიდებელად ღვთისა და საწყუნებელად სულთა ჩვენთა. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.